მოგებით, დიდი მადლობა რომ პეტოს უჭერთ მხარს და ჩვენ პირველ რიგში და რავი ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა. სულ 5-ოდე დღე დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე. გამარჯვებამდე და ივანიშვილის დამარცხებამდე. ამაში არ მეპარება არც მე და არც თქვენ ეჭვი. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არა მხოლოდ იმიტომ უნდა მოვიგოთ, რომ ქვეყანა წავიყვანოთ წინ. არა მხოლოდ იმიტომ უნდა მოვიგოთ, რომ ის ჩამორჩენა, ის დანაკლისი, ის ზიანი, რაც აი ამათ მიაყენეს ქვეყანას 4 წლის განმავლობაში გამოვასწოროთ. არა მხოლოდ იმიტომ უნდა მოვიგოთ, რომ ეკონომიკა განვავითაროთ, ის გაჩერებული პროექტები განვავითაროთ, გადასახადები შევამციროთ და ასე შემდეგ. არამედ იმიტომაც უნდა მოვიგოთ, რომ თუ კი ქართული ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, თქვენ ეს ყველამ კარგად იცით. მაშინ საქართველო უბრალოდ დაიღუპება. მაშინ ყველაფერი ის, რაც დაიწყო, მან კი არის ამ 4 წლის განმავლობაში გახდება შეუქცევადი. მე გეტყვით რა მოხდება თუ ქართული ოცნება დარჩება ხელისუფლებაში. მაშინ პოლიციაც დაიწყებს ქთამის აღებას. უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზეც დაიწყება ფულის კეთება. საბაჟოსეც ყველგან სახელმწიფო სტრუქტურებში დაიწყება ისეთი აღვირახსნილი მექთამეობა, როგორიც იყო შევარდნაძის დროს 90-იან წლებში. დაბრუნდება 90-იანი წლების დროინდელი კრიმინალი. ყობა ნარჩემაშვილი ყავთ სიაში, სხვა თუ არაფერი. ეს ყველაფერი დაბრუნდება ძალიან მალე და გახდება სამწუხაროდ შეუქცევადი. დღეს კიდე ინერციით მოვდივართ, პოლიციაც არიღებს ქთამს. ასე თუ ისე ის ინსტიტუტები, რაც ჩვენ დავტოვეთ, მუშაობს. მაგრამ თუ კი ბიძინა ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი გახდება შეუქცევადი. სწორედ ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ არა მხოლოდ თქვენ მოხვიდეთ 8 ოქტომბერს, არამედ ყველა ბოლო ადამიანი შეაწუხოთ. ის ნათესავებით, ვისაც არ შეხმიანები ხართ, შეიძლება დიდი ხანი, არ აქვს მნიშვნელობა. იქ არის ფრონტის ხაზი. საარჩევნო ურნასთან არის ფრონტის ხაზი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და თქვენი შვილების მომავლის. დღეს ახალგაზრდა ადამიანს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში. რომ სახელმწიფო სამსახური გაიცო, წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებით, ხო კონკურსებს ატარებენ ამ მერიებში, ადამიანები აბარებენ ამ კონკურსებს, მაგრამ მათ არ ნიშნავენ მაინც ნათესავი მეგობრები, წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი. ეს გახდება გაასმაგებული. კერძო სექტორშიც არ იქნება სამუშაო ადგილები, იმიტომ რომ რა ქვია იმას ეკონომიკა რა დღეშიც არის, იცით, ხო? ახალგაზრდა ადამიანს კი ჩააბარა ეროვნული გამოცდები, რომლებიც ჩვენ შემოვიღეთ, დიახ, ჩააბარა, გახდა სტუდენტი, მაგრამ მერე რა, ამით ხო ცხოვრება არ თავდება. ერთი სიტყვით, შევხვდებით 9 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ, დიდი მადლობა ყველას, მადლობა პეტოს მხარდაჭერისათვის, იმიტომ რომ პეტრე ცისკარიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ამ უბანში იქნება ხელმისაწვდომი და დღევანდელი დეპუტატები არ დაიმალება და ჩვენ დავიწყებთ პრობლემების გადაჭრას 9 ოქტომბრიდან. დიდი მადლობა. Madloba Gio.